როგორ შეირჩა ასობით განაცხადიდან მხოლოდ 17 არასამთავრობო ორგანიზაცია რა პრინციპებით გაიცა დაფინანსება და რომელ თემებზე გაკეთდა არჩევანი, რა შეცვლის 100,000 ლარიანი მცირე გრანტები და რა ეფექტს ელოდება სახელმწიფო, რომელ მიმართულებებზე გაგრძელდება მხარდაჭერა შემდეგ ეტაპებზე, ყველა დეტალი პირველ საგრანტო ტალღაზე, პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს, გამარჯობა და დღეს ამ თემებზე ჩვენი გადაცემის სტუმარია სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ზოდელავა. მოგესალმებით. გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა რომ გვითმობთ დროს. დავიწყოთ თავიდან, რამდენი განაცხადი იყო შემოსული, რა პერიოდის განმავლობაში იხელებოდა მათი განაცხადები და რატომ 17 არასამთავრობო ორგანიზაცია? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივასალმები რადიო მსმენელს და ყოველთვის მიხარია რომ მაქვს შესაძლებლობა საზოგადოებას ვესაუბროთ სააგენტო საქმიანობაზე. მცირე საგრანტო კონკურსი მიმდინარეობდა დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, შემოვიდა 346 განაცხადი, რომელმაც გაიარა ფორმალური შემოწმება. აქ მე მინდა განმარტო, რომ სააგენტო თავის კომპეტენციაში მხოლოდ და მხოლოდ ამოწმებს საკონკურსო პირობებთან საგრანტო განაცხადის შესაბამისობას. ამის შემდეგ 248 განაცხადი გადაეცა საბჭოს და საბჭოს სრულყოფილი შესწავლისთვის დასჭირდა, რა თქმა უნდა, გონივრული ვადა იმისათვის, რომ შეეფასებინა იდეა და შეეფასებინა, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი საგრანტო განაცხადები. შეფასების საფუძველზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ იმ კრიტერიუმებზე, რის საფუძველზე შეფასდა საგრანტო განაცხადები. 60 საგრანტო განაცხადმა დააკმაყოფილა 70 ქულა, კრიტერიუმები ფასდება ქულების მიხედვით და შესაბამისად 70 ქულა, რომელიც გადაალახა, ეს იყო 60 საგრანტო განაცხადი და კენჭისყრის საფუძველზე შემდეგ უკვე 17-მა მოიპოვა სახელმწიფო გრანტი. და რა მთავარი მაინც კრიტერიუმები რო თქვათ, იმიტომ რომ შეიძლება შემდეგ სხვა NGO-ებს დაჭირდეთ სამომავლო და გამოადგეთ, ანუ რას უსვამდა ხაზს საბჭო, ანუ რა არის მთავარი იმისათვის, რომ მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. დავიწყოთ ჯერ მცირე გრანტებით. საზოგადოებრივი ორგანიზაციის განაცხადები დიდი რაოდენობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მაჩვენებელია იმისათვის, რომ სწორედ ინტერესი მაღალი არის, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ატაროს მოქალაქემ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფორმაში. ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც იმსჯელა საბჭოს თითოეულმა წევრმა, ეს თავიდანვე ცნობილი იყო კონკურსანტისთვის, ეს არის დანართი 5 ეგრეთ წოდებული. ხაზს გაუსვამ იმ კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც შეფასდა თითოეული საგრანტო განაცხადი. ეს არის პროექტის იდეის აქტუალობა და მნიშვნელობა. ანუ პრობლემა, რომელიც იდენტიფიცირებულია და წარდგენილი იყო როგორც პროექტის იდეა, რამდენად იყო დასაბუთებული. ხშირად ეს იყო ძალიან ზოგადი და არ ეფუძნებოდა რაიმე, ვთქვათ, მონაცემს და არ დასტურდებოდა მისი აქტუალობა. მეორე ეს გახლდათ, რა თქმა უნდა, პროექტის მიზნები და ამოცანები. ცხადია, როდესაც იდეა არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული, შესაბამისად მიზნებიც გარკვეულ კითხვებს ბადებდა. ასევე, რა თქმა უნდა, განხორციელების გზები და შედეგები, ანუ მდგრადობა, რას მივიღებდით ამა თუ იმ პროექტის განხორციელების შედეგად და ღირდა თუ არა, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იყო თუ არა, რომ სახელმწიფო გრანტი დაფინანსებულიყო ესა თუ ის საპროექტო იდეა, ანუ სამოქალაქო ინიციატივის სახით. შესაბამისად, აი ამ ერთობლიობით საბჭომ ძალიან სიღრმისეულად შეისწავლა თითოეული საგრანტო განაცხადი და როგორც უკვე აღვნიშნე, 60-მა დააკმაყოფილა 70 ქულა, ხოლო 70 ქულაზე ზემოთ საუკეთესო 17 კენჭისყრის საფუძველზე დაფინანსდა სახელმწიფო გრანტი. და ამ საუკეთესო 17-ში რა პრიორიტეტებია, ანუ რა მიმართულებებია და რამდენად კონკურენტული იყო ზოგადად თქვენ თქვით 60, 346-დან 60 საკმაოდ გაცხრილურია, შეიძლება ითქვას, ანუ კონკურენცია რამდენად იყო და პრიორიტეტები, რაცაც მიენიჭა უპირატესობა ამ ეტაპზე. კი ბატონო, რა თქმა უნდა 346 დიდი ციფრი არის და კიდევ აღნიშნევ, რომ სწორედ სააგენტოს კომპრომისული მიდგომით 248 გადაეცა საბჭოს და ეს იყო მართლა იდეათა კონკურსი და შესაბამისად აი ამ დიდი რაოდენობიდან შეძლო საბჭომ, რომ საუკეთესო 60 გამოევლინა, რომელიც აკმაყოფილებდა გარკვეულ, რა თქმა უნდა, ფასდებოდა 70 ქულით ამ კრიტერიუმების დაფუძნებით. მე გამოვყოფ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელზეც შემდეგ
ბუნებრივი არის დაფინანსდება და დაფინანსდა სახელმწიფო გრანტით პროექტები, ეს გახლავთ პირველ რიგში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, გარემო და ბუნებრივი რესურსების დაცვა, სპორტის განვითარება, განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა, რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა, შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და ადამიანის თავისუფლებები. ეს არის სწორედ ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებშიც შეირჩა ის 17 საგრანტო განაცხადი, რომელმაც მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება. ანუ თითქმის ყველა მიმართულება არის აქ ვერ ვიტყვით, რომ აი რომელიმეს დავუშვათ უფრო მეტია, ან უფრო ნაკლებია. რეგიონებში განხორციელდება ეს პროექტები თუ მაინც თბილისშია თავმოყრილი? მადლობთ რომ კითხვა დამისვით რეგიონებზე, იმიტომ რომ სწორედ ესეც ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო, რომლის გათვალისწინებითაც საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მინდა აღვნიშნო, რომ უმეტესი საგრანტო განაცხადი, რომელიც დაფინანსდება სახელმწიფო გრანტით, განხორციელდება სწორედ რეგიონებში და სრულად საქართველოს დაფარავს ის პროექტები, რომელიც განხორციელდება უკვე უახლოეს მომავალში. და მაინც აი ყველაზე მეტი რომელი სფერო იყო და კონკურენტული რომელი აღმოჩნდა, რომელი მიმართულება, სადაც აი ბევრი განაცხადი იყო და საბჭოს მოუწია დავუშვათ 100-დან ამოერჩია 1 ან 2. ზოგადი სტატისტიკა არის შემდეგი, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით იყო ყველაზე მეტი განაცხადი შემოსული, მეორე ამ კუთხით გამოირჩეოდა დემოკრატიული ინსტიტუტები და კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და ადამიანის თავისუფლებები, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, ეს გახლავთ ის სამი ძირითადი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი, რომელზეც ყველაზე მეტი განაცხადი იყო შემოსული. და შემდეგ, რა თქმა უნდა, სტატისტიკა გრძელდება იმის დამიხედვით. ინოვაციური სხვა შეგვხვდათ რამე ისეთი, რომელიც დავუშვათ არ ყოფილა, ანუ არ იყო დაკავებული სამოქალაქო სექტორი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ახლა დაიწყება დავუშვათ ამ პროექტის განხორციელება. ზოგადად ყველა იდეა, რომელიც ხარდაჭერილი არის საბჭოს მიერ, მართლაც მნიშვნელოვანი არის და გამოირჩევა თავისი აქტუალობით და ვიტყოდი შესაძლოა ინოვაციურობით. აღნიშნავდი ერთ-ერთ პროექტს და არა მხოლოდ მას, მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი არის, სადაც სახელმწიფო თავის სერვისს ამ ეტაპზე არ სთავაზობს როგორც პროგრამას, ეს გახლავთ აუტისტური სპექტრის ახალგაზრდებისთვის 18+, მათი დასაქმების სივრცეში სახელმწიფო გრანტის ფარგლებში შეიქმნება შესაბამისი ხელი შეეწყობა, რომ შეიქმნა შესაბამისი დასაქმების სივრცე სათბურის მოწყობის საფუძველზე. ასევე აღსანიშნავი არის, რომ ერთ-ერთი საგრანტო პროექტი, რომელიც ხარდაჭერილი იქნა საბჭოს მიერ, მიზნად ისახავს დემენციის ეროვნული პროგრამის ჩამოყალიბებას და შექმნას, რომელიც ასევე დღის მდგომარეობით სახელმწიფოს არ აქვს და ეს იქნება, რა თქმა უნდა, ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს შემდგომი ნაბიჯების. ანუ დასაქმების კომპონენტიც შევიდა ამ გრანტში, შეიძლება ითქვას? ჩვენ აუტისტური სპექტრის 18+ სერვისის განვითარებაში შევიტანს წვლილს სახელმწიფო გრანტის ფარგლებში და სწორედ იქ მოეწყობა სივრცე, სადაც თავად აუტისტური სპექტრის ახალგაზრდები დასაქმდებიან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღეს მდგომარეობით, როგორც უკვე აღნიშნე, სახელმწიფოს ასეთი ტიპის სერვისი ჯერჯერობით არ აქვს და სწორედ აი ამ ორგანიზაციის მეშვეობით შესთავაზებს უკვე ახალგაზრდებს სივრცეს და აი ამ სერვისს, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა თვითონვე დასაქმდნენ და იმ სივრცეში, რა თქმა უნდა, განვითარდნენ. და ძალიან მნიშვნელოვანი არის. და გარდა ამისა, კიდევ რა შედეგებს ელოდება სახელმწიფო ამ მცირე გრანტებიდან, იმიტომ რომ ეს თავისთავად გათვლილი იყო თავის დროზე, როდესაც შეიქმნა ეს სტრუქტურა, რომ მოლოდინი არსებობდა, რომ გარკვეულწილად ჩანაცვლება მომხდარი იყო იმ პროექტების, რომელსაც აფინანსებდა საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები. ახლა თქვენი მოლოდინი რა არის? ჩვენი მოლოდინი ცხადი არის, რომ სააგენტო კიდევ უფრო აქტიურად შესთავაზებს საზოგადოებრივ ორგანიზაციას კონკურსის მეშვეობით სახელმწიფო გრანტის მოპოვების პროცესს და ჩვენ გვეყოლებიან ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ, რომ წვლილი შეიტანონ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებში და სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პროექტები ერთობლივად განვახორციელოთ და რა თქმა უნდა, ხელშესახები შედეგები იყოს უკვე მომდევნო წლიდან აღსანიშნავი, რომელიც სახელმწიფო გრანტის ფარგლებში იქნება, რა თქმა უნდა, სახეზე და ჩამოყალიბდება ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოების სახით, რომელიც, რა თქმა უნდა, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობას გააგრძელებს უკვე სახელმწიფოსთან და სახელმწიფოსთან ითანამშრომლებს იმ საქმეში, რომელიც, რა თქმა უნდა, ეს არის
ქვეყნის ინტერესში. და რამდენად ნიშნავს ეს, რომ დავუშვათ ის, რომ სახელმწიფო გრანტი მიიღო რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ, მან აუცილებლად უნდა გაატაროს სახელმწიფოს მაამებლური პოლიტიკა, ანუ გულისხმობ დაში დაუკრას ყველაფერს. ნიშნავს თუ არა ეს ამას? რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მათ განახორციელონ საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე სახელმწიფო გრანტის მოპოვების ფარგლებში. და არა ის, რომ არ გააკრიტიკოს დავუშვათ სახელმწიფო ამა თუ იმ პროგრამიდან გამომდინარე. პირიქით, ჩვენ გვსურს, რომ დაფუძნებული კრიტიკა ისმოდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების, რომელიც ხელშეუწყობს და დაეხმარება სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა ჯგუფებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაში და შესაბამისად შესთავაზებს სახელმწიფოს ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გონივრული გადაჭრის გზებს. სწორედ ეს კრიტიკა არის მნიშვნელოვანი, რაც არის, რა თქმა უნდა, აქტიური მოქალაქისგან დეფიციტური და გვსურს, რომ სწორედ სახელმწიფო გრანტის მოპოვებით საზოგადოებრივი ორგანიზაციებმა სწორედ ობიექტური კრიტიკა შესთავაზოს სახელმწიფოს. და აი ამ 17 ორგანიზაციიდან რომელმაც გაიმარჯვა, არიან თუ არა ის ორგანიზაციები, მათ შორის, რომლებიც საზოგადოებისთვის იყო ისედაც ცნობილი, იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას, მაგალითად და ამა თუ იმ პროექტს ახორციელებდნენ, არის თუ არა ასეთი ორგანიზაციები? მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ამ 17 გამარჯვებული საზოგადოებრივი ორგანიზაციისგან მხოლოდ 4 არის ახლა დაფუძნებული. აქვე აღვნიშნავ იმას, რომ ჩვენ რადგანაც სააგენტო ახლა დაფუძნებული ვართ და ბუნებრივი არის ეს ინიციატივა ახალი არის, გსურდა რომ თანაბარი შესაძლებლობა მიგვეცა როგორც უკვე არსებული, ასევე ახალი ორგანიზაციებისთვის. აქ ბევრი მათგანი არის, რომელიც დღესაც კი ახორციელებს საერთაშორისო გრანტის ფარგლებში პროექტებს და ბუნებრივი არის ჩვენი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესაბამისად, მათ აქვთ ახალი გამოწვევები იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინიციატივები უნდა განახორციელონ უახლოეს მომავალში. ანუ პარალელურად მაინც ჩაერთვნენ ამ პროცესში და მიიღებენ სახელმწიფო გრანტს, არიან ისეთი ორგანიზაციები. კი ბატონო, არიან, ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რომ არის ასეთი ორგანიზაცია გამარჯვებულთა სიაში, ეს შეგვიძლია დავასახელოთ. კი ბატონო, მე ჩავხედა უბრალოდ, იმიტომ რომ არ შემეშალოს, ეს არის ერთ-ერთი მათგანი დემოკრატიის განვითარების სააგენტო, რომელსაც გასულ წლებშიც ჰქონდა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო გრანტი და ახორციელებდნენ ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტებს, ასევე არის საზოგადოებრივი დამცველი, რომელსაც დღესაც აქვს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტი და შესაბამისად მან მოიპოვა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინიციატივის მხარდაჭერის ფარგლებში სახელმწიფო გრანტი. ანუ ეს აქ ეგრეთ წოდებული მიამბოხე NGO-ები ჯერჯერობით არ გამოჩენილან ამ კონკურსებში. ახლა როგორც ვიცი, სააგენტოს გამოცხადებული აქვს უფრო ისეთი 100,000 ლარს ზემოთ კონკურსი. ანუ არიან თუ არა ეს ორგანიზაციები, თუ გადმოერთნენ დაუშვათ ამ ტალღაზე, შეგიძლიათ გითხრათ? სამოქალაქო ინიციატივის მხარდაჭერის ფარგლებში მცირე გრანტის საგრანტო კონკურსში იყო ძალიან ბევრი ორგანიზაცია და რა თქმა უნდა ის გამარჯვებულებიც უკვე ცნობილი არის მას შემდეგ რაც დასრულდა საგრანტო კონკურსი, რაც შეეხება ინსტიტუციური განვითარების გრანტს, რომელზეც თქვენ ახლა კითხვა დასვით, ახლა სააგენტო შესწავლის პროცესშია და ბუნებრივი არის საერთო სურათზე საუბარი ამ ეტაპზე გაგვიჭირდება, ბუნებრივი არის იქ ერთი შეხედვით ძალიან ბევრი გამოცდილი ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც წლებია მოღვაწეობს საქართველოში და ბუნებრივი არის ფორმალური შესაბამისობის შემოწმების შემდეგ ისინი გადავლენ შინაარსობრივ შეფასების ეტაპზე და საბჭოს გადაეცემა მათი საგრანტო განაცხადები. ანუ ეს მცირე გრანტების თემა რომ ამოვწურო და შემდეგ კიდევ მაქვს რამდენიმე კითხვა იგივე ნდობასთან დაკავშირებით, როდიდან დაიწყება ამ თანხების გაცემა უკვე დაწყებულია, როდიდან მიიღებენ და ჯამში 100,000 ლარი არის მაქსიმუმი, მინიმუმი რამდენია და ბიუჯეტი რამდენია მცირე გრანტების ზოგადად? მცირე საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი იყო და არის 100,000 ლარამდე. თითოეული გამარჯვებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია სწორედ აი ამ ბიუჯეტის ოდენობას მიიღებს, დაფინანსებას უფრო სწორად, მერყეობს სადღაც 93,000-დან 99,000 ლარამდე თითოეული გამარჯვებული კონკურსანტის საგრანტო
დაფინანსება ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე და უკვე უახლოეს მომავალში დაახლოებით დეკემბრი-იანვრის თვეში საზოგადოებრივი ორგანიზაციები დაიწყებენ სწორედ პროექტების განხორციელებას. და ამ თანხის მიცემა დავუშვათ ესე ერთიანად ხდება თუ აი რატო გეკითხებით იცი აი მონიტორინგი როგორ მოხდება ანუ რა გარანტია გაქვთ დავუშვათ ესა თუ ის ორგანიზაცია რომ იმიზნობრივად აითვისებს ამ თანხას ხელშეკრულებაში რა საჯარიმო მექანიზმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში თუ ვერ შეასრულებენ ისინი გაწერილ ასე ვთქვათ პროგრამას ეს არის თქვენც აღნიშნეთ რა თქმა უნდა სახელშეკრულებო პირობა რომელსაც განუსაზღვროთ თითოეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას აქ იქნება ეტაპობრივი გადახდის მექანიზმი ეს არის ერთ-ერთი შემოწმების და მონიტორინგის კრიტერიუმიც რომ ჩვენ შუალედურად სააგენტო ბუნებრივი არის როგორც ჩინასობრივი კუთხით პროექტის განხორციელებას დავაკვირდებით და მივიღებთ რა თქმა უნდა შესაბამის ანგარიშებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ასევე რა თქმა უნდა ფინანსური ხარჯვით ნაწილს შევამოწმოთ ძალიან დეტალურად. ეს იქნება ერთ-ერთი მექანიზმი, რომ ჩვენ ეტაპობრივად შევამოწმებთ და ამის მიხედვით მე განსაზღვრავთ, რამდენად სრულყოფილად სრულდება ხელშეკრულების პირობები. მეორე ბუნებრივი არის ხელშეკრულებას ჩაიდება ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც გვთავაზობს კანონმდებლობა ასეთი ტიპის ხელშეკრულებისთვის, ასეთი ტიპის გრანტებისთვის და ის იქნება რა თქმა უნდა დაცული, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ მოქალაქეების თანხაზე. და თქვენი მოლოდინი გამართლდა პირველ ტალღას რაც შეეხება, ანუ კი, ბევრი იყო, მაგრამ მაინც ცოტა არის შერჩეული, გულისხმობ 17 ორგანიზაცია. რატომ არა ის 60 მაგალითად ამ ეტაპზე უფრო მკაცრი პირობები ქონდათ და შემდეგში უკვე ეს პირობები შეიძლება ოდნავ შემსუბუქდეს თუ როგორი იყო მოლოდინი და რამდენად გამართლა ეს ვფიქრობ რომ პირველი საგრანტო კონკურსისთვის მოლოდინი ძალიან კარგია იმიტომ რომ მომართვიანობა და სტატისტიკა მეტყველებს ამაზე ბუნებრივი არის მოლოდინი იმისა თუ რამდენად ხარისხიანი საგრანტო განაცხადები შემოდიოდა აქ შეიძლება ვიმსჯელოთ თუმცა სააგენტო უახლოეს მომავალში აუცილებლად მხარდაჭერით ღონისძიებებს შესთავაზებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს იმის მხარდაჭერით ეს იქნება თქვათ გარკვეული ტრეინინგი ან საკონსულტაციო შეხვედრები სადაც ხელშეუწყობთ რომ საპროექტო დოკუმენტაცია უფრო ხარისხიანად და ხარისხობრივად იყოს შემუშავებული უკაცრავად და წარდგენილი რა თქმა უნდა კონკურსში იმიტომ რომ ეს არის საფუძველი იმისა რომ რა თქმა უნდა საბჭომ მერე უფრო სრულყოფილად შეისწავლოს და მიიღოს გადაწყვეტილება კრიტერიუმებზე დაბოლოს. ამ დახარვაზებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ შემდეგ კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა. ხადია, ეს არის იდეის კონკურსი, რა თქმა უნდა, ვინც ვერ გაიმარჯვა, ბუნებრივი არის კონკურსი იმის არის, რომ ვიღაცა იმარჯვებს და ვიღაცა იმ კონკურსში ვერ იმარჯვებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სააგენტო ეხლა შეიქმნა ეს ნიშნავს იმას, რომ გრძელვადიანად სააგენტო სწორედაც მთავარ მიზანს უზრუნველყოფს, რომ ყოველწლიურად შესთავაზებს საზოგადოებრივ ორგანიზაციას კონკურსებს და მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ მიიღონ მონაწილეობა, მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი და ბუნებრივი არის განვითარდნენ როგორც ორგანიზაცია და წვლილი შეიტანონ სახელმწიფოს განვითარებაში. რაც შეეხება მეორე ტალღას, რომელიც უკვე დაწყებულია პრინციპში, ხო, განსხვავება რა არის? ანუ რა და აი ამ 17 ორგანიზაციას, რომელმაც გაიმარჯვა, შეუძლია დავუშვათ ამ დიდ კონკურსშიც მიიღოს მონაწილეობა. ეს პროცესები პარალელურად მიმდინარეობდა, შესაბამისად ის ორგანიზაციები, რომლებმაც მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი უკვე შეიძლება ყველა მათგანი არა, მაგრამ იყოს მონაწილე, როგორც აღნიშნე ჩვენ ახლა პროცესში ვართ როგორც სააგენტო და ბუნებრივი საერთო სურათი ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება, მაგრამ ცხადი არის მათ აქვთ შესაძლებლობა ასევე მოიპოვონ უკვე ინსტიტუციური განვითარების გრანტი, განსხვავება მდგომარეობას იმაში, რომ ეს არის ორკომპონენტიანი გრანტი, რაც გულისხმობს, რომ ორგანიზაცია ამ გრანტის ფარგლებში განვითარდება როგორც ინსტიტუცია, ანუ შიდა სტრუქტურები, თანამშრომლების მობილიზება, შიდა პროცესების გაწერა, რაც მნიშვნელოვანია, რომ მათ ქმედითაც შეძლონ შემდეგ უკვე პროექტების როგორც სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება და მეორე არის საპროექტო იდეა, ანუ სამოქალაქო ინიციატივა და სწორედ აი ამ გრანტის ფარგლებში ისინი როგორც თავად შეძლებენ თავიანთი სტრუქტურის გაძლიერებას, ანუ შესაძლებლობის გაძლიერებას, მეორე მხრივ განახორციელებენ სწორედ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ იდეას სამოქალაქო ინიციატივის სახით.
და ვადას როდის გახდება ცნობილი? უახლოეს მომავალში ჩვენ დავასრულებთ ფორმალურ შესაბამისობას და წელს უკვე ცხადია გამოვლენილი იქნებიან ის გამარჯვებული ორგანიზაციები, რომლებიც უკვე ინსტიტუციური განვითარების გრანტს მოიპოვებენ, რომლის ბიუჯეტი არის 700.000 ლარამდე. მაქსიმუმი არის 700.000 ლარი. და მთლიანად ბიუჯეტი რამდენია? 20 მილიონი აქვს სააგენტოს წლის ბოლომდე ასათვისებელი და შეიძლება ვთქვათ, რომ დავუშვათ ეს 18 მილიონი შეიძლება რომ აითვისოს ამ ორგანიზაციებმა. ეს გახლავთ 2025 წლის საბიუჯეტო ასიგნები, რაც არის ამ ინიციატივისთვის გამოყოფილი, თუმცა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის რომ დაფინანსდეს ნამდვილად ღირებული და ისეთი ინიციატივები, რომლებიც მნიშვნელოვანი არის და პრიორიტეტული არის სახელმწიფოსთვის, ამიტომ რა თქმა უნდა ციფრზე, კონკრეტულ ციფრზე თავ შევიკავებდი რომ ვისაუბროთ, მაგრამ ეს არის ის ფარგლები და ის ბიუჯეტი, რომელიც არის სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერისთვის წელს გამოყოფილი. და მომავალ წლის ბიუჯეტი უკვე განსაზღვრულია თუ ჯერ არ? წელს ახლა მიმდინარეობს 2026 წლის ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში, შესაბამისად დეკემბერში უკვე გვეცოდინება ცხადი არის კონკრეტულად რა თანხა იქნება განსაზღვრული სააგენტოს. როგორ დაარწმუნებთ საზოგადოებას, რომ შერჩევა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია, იმიტომ რომ თქვენ სააგენტოს შექმნა კანონპროექტი იყო საკმაოდ ხმაურიანი და ეს ნდობის ფაქტორი ალბათ დიდხანს გაყვება, ასე ვთქვათ, სააგენტოს. აი როგორ დაარწმუნებთ? აი რა შეგიძლიათ თქვათ? ჩვენ დავარწმუნებთ პირველ რიგში გამჭვირვალობით, ჩვენი შედეგებით და ანგარიშვალდებულებით საზოგადოების წინაშე და იმ შესაძლებლობით, რომელსაც ჩვენ ახლავ თავაზობთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და ბუნებრივი არის სამომავლოდ კიდევ უფრო ინტენსიურად შევთავაზებთ და ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ის ნდობა და ის საქმე, რომელიც ჩვენ დაგვაკავშირებს ერთმანეთს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. და კიდევ ერთხელ რომ განუმარტოთ მათ ვისაც შეუძლიათ ისე კონკურსში მონაწილეობის მიღება, აი სად უნდა გააკეთონ ეს განაცხადი და აი ახალ ორგანიზაციას მიენიჭება თუ რა ახალ დაფუძნებულ ორგანიზაციას პრიორიტეტი, რომ იყოს ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის კიდევ გასაგები. წელს ჩვენ თანაბარი შესაძლებლობა მივაეცით როგორც არსებულ ისე ახლად შექმნილ ორგანიზაციებს ხადი არის სამომავლო ჩვენ შევხედავთ ასე ვთქვათ ანალიზს გავაკეთებთ მიმდინარე პროცესში და შესაძლოა როგორც პრიორიტეტის კუთხით ასევე კრიტერიუმების კუთხით ანუ წინაპირობები რასაც განსაზღვრავთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და გარკვეულწილად იყოს შეცვლილი მაგრამ არ გამოვიყენებდი სიტყვას გამკაცრებული ადეკვატური იმისათვის რომ რა თქმა უნდა სახელმწიფო გრანტი მოიპოვოს რაც შეიძლება მეტმა ორგანიზაციამ ხოლო თუ სად შეუძლიათ მოგმართონ ამ ეტაპზე სააგენტოს აქვს ოფიციალური სოციალური მედიის გვერდი ეს არის Facebook გვერდი სადაც ჩვენ მაქსიმალურად სრულყოფილად ვათავსებთ იმ ინფორმაციას რომელიც მნიშვნელოვანი არის საზოგადოებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ხოლო უახლოეს მომავალში ჩვენ უკვე ვებ გვერდიც გვექნება და ბუნებრივი არის იქ განთავსდება ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაც არის სააგენტო საქმიანობასთან დაკავშირებული არის ასევე რა თქმა უნდა ცხელი ხაზი და ეს ინფორმაციაც სოციალურ მედიაში შეუძლიათ მოიპოვონ ან ჩვენი ელექტრონული პოსტის მისამართი სადაც შეუძლიათ როგორც ზოგადი საკითხვა გამოგზავნონ ასევე რა თქმა უნდა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი გააზიარონ სააგენტოსთვის რასაც რა თქმა უნდა მხედველობაში მივიღებთ და კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ადგილობრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ არის შეზღუდვა დავუშვათ უცხოურ ორგანიზაციებზე თუ იყო ასეთი შემთხვევა ჩვენი წესის თანახმად და ბუნებრივი არის კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია IP არასამეწარმეო არაკომერციული პირი რომელიც არის რეგისტრირებული საქართველოში და მოღვაწე საქართველოში და ისე არის ადგილობრივი უნდა იყოს დიახ რომელსაც შეუძლია ბუნებრივი არის მონაწილეობა მიიღოს და მოიპოვოს სახელმწიფო გრანტი. და მაინც თუ არის აი შემდეგი ეტაპისთვის გულისხმობა ხა უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, ანუ პრიორიტეტები, სადაც შეიძლება ითქვას, რომ უფრო ნაკლები კონკურენცია, უფრო ნაკლებად მიმზიდველია ამ თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აი თუ შეგიძლიათ რომ რჩევა ან რეკომენდაცია მისცეთ იმ ორგანიზაციებს, ვისაც უნდათ სამომავლოდ მიიღონ სახელმწიფო გრანტი.
ფიქრობ ამ საკითხზე საუბარი ჩვენ უფრო მეტად შეგვეძლება წლის ბოლოსთვის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ორი საგრანტო კონკურსი იქნება დასრულებული და ჩვენ გარკვეულ ანალიტიკასაც ვაწარმოებთ და გამოვკვეთთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიზნობრივ პროგრამებს, სადაც მეტად იქნება სასურველი, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები დაინტერესდნენ, წარუდგინონ მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინიციატივები და მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი. ამდენად წელს გამოცხადებული პრიორიტეტული მიმართულებები უფრო ფართო არის და ძალიან კომპლექსური მიზნობრივი პროგრამები არის, იმიტომ რომ აღნიშნა რომ ეს არის პირველი ინიციატივა ეროვნულ დონეზე სააგენტოს დაფუძნების შემდეგ, რომ სახელმწიფო გრანტი შეუძლია მოიპოვონ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და ჩვენ ცხადი არის გსურდა ამ გადადგმული ნაბიჯით ერთგვარი სიტუაციური ანალიზის გაგვეკეთებინა და ბუნებრივი არის სამომავლოდ პრიორიტეტები შეიძლება იყოს გადახედილი, ადაპტირებული იმ საჭიროებებსა და იმ პრიორიტეტებთან მისადაგება, რაც არის რა თქმა უნდა ქვეყნის წინაშე. და ახლა მე გადავხედე ჩამონათვალს და პირველ ადგილზე არის ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, შემდეგ არის გარემო, სპორტი, განათლება, რეგიონული განვითარება. მე მახსოვს ჩვენ პირველ გადაცემაში, როცა თქვენ ამ სტუდიაში იყავით სტუმრად, თქვით, რომ აი სოფლის მეურნეობის მიმართულებით კარგი იქნება თუ მიექცევა ამას ყურადღება. როგორც ამ ჩამონათვალს უყურებ, ნაკლებად არის, ხო, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის მიმართულება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული. იქ ეს პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, რჩება პრიორიტეტად მიმდინარე საგრანტო კონკურსისთვის. თუმცა ამ 17 ორგანიზაციიდან ნაკლებში გეთანხმებით, შემიძლია აღვნიშნო, რომ გარკვეული მიგნებები რაც ქონდა შეფასების პროცესში, რომ ხშირად სამოქალაქო ინიციატივის გამიჯვნა ბიზნეს იდეასთან გაუჭირდათ გამცხადებას. შესაბამისად, როდესაც საბჭო კომპლექსურად სწავლობდა ამას, სახეზე იყო არა სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც უფრო მეტად ეს არის ქველმოქმედება და სოციალური პასუხისმგებლობა, არამედ უმეტეს შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო ერთგვარი ბიზნეს იდეა. ბუნებრივი არის ამ შემთხვევაში საბჭო ვერ მიიღებდა დადებით ანუ როგორ უნდა გადაწყვეტილებას. შედგეს ეს პროექტი, ამასაც სწავლა ჭირდება, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ეს არ არის ასე მარტივი ამბავი, რომ ახლა ავდექი იდეა მაქვს და დავჯექი და ვთქვი, რომ აი ხა მინდა მივიღო სახელმწიფო გრანტი, ასე არ ხდება. ამას ჭირდება. ხადია, ყველაფერს ჭირდება დასაბუთება, ყველაფერს ჭირდება სრულყოფილად წარმოდგენა იმისათვის, რომ ბუნებრივი სახელმწიფომ შეცლოს მერე ამაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რადგანაც აგენტო ახალია, მაქსიმალურად მცირე დროში ჩვენ ცხელი ხაზით და აპრილიდან დაიწყეთ საქმე. ჩვენ აპრილს 15 აპრილს შეიქმნა სააგენტო და ივლისის თვეში მან შეძლო რომ პირველი საგრანტო კონკურსი გამოეცხადებინა. გუნდის ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპში არის, ბუნებრივი არის სამომავლოდ ჩვენ ძალიან ბევრი იდეა და გეგმა გვაქვს იმისათვის რომ ხელი შეუწყოთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მათ შორის რა თქმა უნდა სრულყოფილი და ხარისხობრივად მაღალი საპროექტო განაცხადების წარდგენა საგრანტო კონკურსში. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ზოდელავა პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.